მოგესალმებით. ეს არის Excel-ში შექმნილი სილამაზის სალონის მართვის პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ მომსახურების გაწევა, ჯავშნები, კლიენტები და ფინანსური მონაცემები. პროგრამა შედგება რამდენიმე გვერდისაგან. დაფის გვერდი, დაშბორდ, დაფა ავტომატიზებულია და აჩვენებს შემდეგ ინფორმაციას. ყველაზე გაყიდვადი მომსახურებები მთლიანი პერიოდის განმავლობაში. თანამშრომლები, რომლებმაც ჯამურად ყველაზე მეტი ღირებულების მომსახურება გასწიეს, კვირის და თვის ყველაზე გაყიდვადი მომსახურებები. ეს ყველაფერი გეხმარებათ სწრაფად გაიაზროთ, რა მუშაობს საუკეთესოდ თქვენს სალონში. ასევე შესაძლებელია დაფაზე დამატებით სხვა მაჩვენებლების გამოტანა. თანამშრომლები. შეიტანეთ თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ცხრილში Staff. კერძოდ, სახელი და გვარი, პირადი ნომერი. დანარჩენი ველების შევსება არ არის სავალდებულო. ეს ინფორმაცია შემდეგ გამოიყენება მომსახურების მიწოდებისას. დამატებით ამ ცხრილში შეგიძლიათ მიუთითოთ ფიქსირებული ხელფასის ან მომსახურების პროცენტის შესახებ ინფორმაცია, ასევე დამატებით თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია. თვეების სვეტები გვიჩვენებს სტატისტიკურ ინფორმაციას კონკრეტული თანამშრომლის მიერ ამ თვეში ჯამურად გაწეული მომსახურებების შესახებ, რომელიც ავტომატურად გენერირდება. მომსახურებები, services. ამ შიტზე უნდა შეიტანოთ იმ მომსახურებების სია, რასაც თავაზობთ მომხმარებელს და მათი სტანდარტული ფასები. აქციის ფასი ივსება მხოლოდ იმ დროს, როდესაც სააქციო პერიოდია. თუ სააქციო ფასი შევსებულია, მაშინ მომსახურების გაწევის დროს გამოიყენება ეს ფასი. ეს ინფორმაცია, ისევე როგორც თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია, გამოიყენება მომსახურების მიწოდებისას. წინასწარ ჩაწერა, appointments. როგორ გავაკეთოთ მომხმარებლის წინასწარ ჩაწერა? წინასწარ ჩაწერისთვის გადადით შიტზე მთავარი და დააჭირეთ ღილაკს წინასწარ ჩაწერა. გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა მიუთითოთ კლიენტის სახელი და გვარი, მობილურის ნომერი, ვიზიტის თარიღი და დრო, კომენტარი, სავარაუდო მომსახურება. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Register. დააჭირეთ ღილაკს Register. ჩაწერა აისახება შიტზე Appointments. მომსახურების მიწოდება, Orders. ახალი მომსახურების გაფორმებისთვის გადადით გვერდზე მთავარი და დააჭირეთ ღილაკს მომსახურების გაწევა. გაიხსნება ფანჯარა, სადაც პირველ რიგში ირჩევთ მომხმარებელს, ვისაც უნდა გაეწიოს მომსახურება. აქ გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი, ახალი მომხმარებელი, მეორე, არსებული მომხმარებელი. ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია. თუკი მომხმარებელი ახალია, დააჭირეთ ღილაკს ახალი მომხმარებელი. ამის შემდეგ გამოიტანს ფანჯარას, სადაც შეგაქვთ ახალი მომხმარებლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია. სახელი, გვარი, ID პირადი ნომერი, არასავალდებულო ველი, მობილურის ნომერი, სავალდებულო ველი, კომენტარი. მონაცემთა შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს Register, რეგისტრაციის დასრულება. ამის შემდეგ ველში აირჩიე მომხმარებელი, გამოჩნდება მომხმარებლის ინფორმაცია და აირჩევთ შესაბამის ადამიანს. მომხმარებლის არჩევის შემდეგ უნდა აირჩიოთ გასაწევი მომსახურების სახეობა და შესაბამისი თანამშრომელი. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს მომსახურების დამატება. მომსახურება, ფასი და სხვა დეტალები ავტომატურად გენერირდება ქვემოთ განთავსებულ დიდ ფანჯარაში. ასევე ავტომატურად აისახება სულ გადასახდელი თანხა. მიუთითეთ გადახდის მეთოდი, ნაღდი, ბანკი ან სასაჩუქრე ბარათი. მიღებული თანხის მეტობის შემთხვევაში დააბრუნეთ ხურდა. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს Confirm Order. გეგმიური ვიზიტები, Next Visit. მომსახურების მიწოდებისას შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ რამდენ დღეში იგეგმება კლიენტის შემდეგი, განმეორებით ვიზიტი. ეს ინფორმაცია ავტომატურად ჩაიწერება Next Visit შიტში. სასაჩუქრე ბარათები, Gift Cards.
სასაჩუქრე ბარათის გაყიდვისთვის უნდა გადახვიდეთ შიტზე მთავარი და დააჭიროთ ღილაკს სასაჩუქრე ბარათის გაყიდვა. ამის შემდეგ გამოიტანს ფანჯარას, სადაც შეგაქვთ ახალი სასაჩუქრე ბარათის შესახებ ინფორმაცია. Unique ID ავტომატურად გენერირდება უნიკალური ნომერი. სახელი და გვარი მყიდველის ან ვისთვისაც ყიდულობენ, თანხა სასაჩუქრე ბარათის თანხა, ვადა მოქმედების ვადა, confirm შეკვეთის დასრულება. შესაბამისი ინფორმაცია აისახება gift card sheet-ზე. სალარო, გარდა მომსახურების გაწევისა. ამ მოდულის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ სალაროში თანხის შეტანა და გატანა. ფანჯარაში შეგყავთ შემდეგი ინფორმაცია: 1. ოპერაციის ტიპი, თანხის შეტანაა თუ გატანა. 2. თანხა, 3. დანიშნულება. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს OK. შეყვანილი ინფორმაცია ავტომატურად აისახება შიტზე small cash. ფინანსური მოდული. შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემები ინახება შიტებში, small cash, total cash და ფინანსური შედეგები. პროგრამა აჯამებს ნაღდი ფულის მოძრაობას და გაწვდით მოკლე ანალიზს. შიტზე Today C 2 უჯრაში უნდა მიუთითოთ თარიღი და ღილაკზე განახლება დაჭერის შემდეგ ქვემოთ გამოგიტანთ ამ დღეს ჩაწერების შესახებ ინფორმაციას. პროგრამის კოდი დაცულია პაროლით, რაც გამორიცხავს არასასურველ ცვლილებებს ფუნქციონალში. ფინანსური მონაცემების შეცვლისგან დაცვისთვის შესაძლებელია დამატებითი ბლოკირებების დაყენებაც. გმადლობთ ყურადღებისთვის, დამატებითი კითხვებისთვის ან პროგრამის შესაძენად დაგვიკავშირდით.